კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ პირველ სხდომა. თავდაპირველად საორგანიზაციო საკითხებს გაგაცნობთ. პირველი დავიწყებ ჩემი მოხსენებით, წლიური ანგარიშით, მართალია დაანონსებული იყო დღევანდელი დღისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიმდინარეობს ახლა, მთავრობის წევრებს აქვთ სამთავრობო კომისიის სხდომა. ამიტომ გადაიწევს ერთი სასესიო კვირით, შემდეგ სასესიო კვირაში მექნება წლიური ანგარიში. მეორე, რაც შეეხება საკითხებს, რომელსაც კიდე გავივლით დღის წესრიგისა, ჩანს რომ ჩვენ ერთი დღე პლენარული სხდომის იქნება საკმარისი. განსახილველი საკითხებისთვის დაჩქარებული პროექტები არ გვაქვს მიმდინარე კვირას, ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღე გვექნება პლენარული სხდომისთვის და მიმდინარე კვირას აღარ დაგვჭირდება პლენარული სხდომები. დღესაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით ალბათ 3 საათისთვის გვექნება უკვე კენჭისყრა. და მესამე საკითხი, ვინაიდან გუშინ დასვენების დღე იყო, არ იყო პლენარული სხდომა, შესაბამისად სამშაბათის სხდომა და პოლიტიკური განცხადებები, ასევე წინა სასესიო კვირაში სამშაბათს იყო პრეზიდენტის მიმართვა და აქაც არ ქონდა პოლიტიკური განცხადებები. შესაძლებელია, რომ დღეს ჩაენიშნოს სხდომის თავმჯდომარე წყვეტს ამ საკითხს, ამიტომ გთავაზობთ და სურვილი თუ იქნება პლენარული სხდომის დაწყებისას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 99 მუხლი იძლევა მის საშუალებას, რომ მოგცეთ შესაძლებლობა პოლიტიკური განცხადებების. ამიტომ ყველა ფრაქციას ვთხოვთ, რომ პლენარული სხდომა დაიწყება, მომმართოთ თუ იქნება სურვილი, დასაწყისში გვექნება პოლიტიკური განცხადებები. პრინციპში ეს არის საორგანიზაციო საკითხებიდან. რაც შეეხება უკვე დღის წესრიგს, ჩვენ განსახილველ საკითხებში გვაქვს რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, გრანტების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, სადაც დაგვემატა იმებს ვკითხულობ, ასევე სარკინიგზო კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, საჯარო დაწესებულებრივი შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით. ეს განსახილველი საკითხები, რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. 2019 წლის 27 ნოემბრის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის საზღვაო შეთანხმების ნომერ მეორე ცვლილება წერილ შეთანხმება. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, ასევე 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის საზღვაო შეთანხმების ნომერ მეორე ცვლილება წერილ შეთანხმება. ეს წამყვანი საფინანსო საბიუჯეტო ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სავალდებულო დასკვნა. კი ბატონო, სხვა ინიციატივები არ არის, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, უნდა დავამტკიცოთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინება პარლამენტის წევრის სალომე ჯინჯოლავას სხვადასხვა მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თხოვს თქვენს თანხმობას. მადლობა. ასევე წარმოდგენილი არის ჯანდაცვის კომიტეტის მომართვა ვადებთან დაკავშირებით, ეხება კომპენსაცია სახელმწიფო აკადემიის სტიპენდიის შესახებ, კანონური პროექტების განხილვის გადავადებას 3 და 2 კვირით გთხოვთ აქაც თანხმობას. მადლობა. ცნობად ვიღებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დროებით კომისიის ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის არჩევის შესახებ. ასევე ცნობად ვიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების 1 მარტიდან ძალაში შესვლის შესახებ. თუ სხვა საკითხები არ არის, გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში.